ყველაზე უცნაური რამ, რაზეც ძილის წინ გეფიქრებათ ხოლმე? უცნაური არა, მაგრამ საშიში არის სიკვდილი, რავი, იმიტომ რომ მაგაზე რო ფიქრობ, რომ რა შეიძლება მოხდეს სიკვდილის მერე ცოტა შლის ხოლმე ჭკუიდან და ალბათ ეგ. ყველაზე უცნაური რამ რა არის, რაზეც ძილის წინ ფიქრობთ ხოლმე? მეტალუდის დამეცინო. არ ვიცი ეგ რამდენად უცნაურია, მაგრამ ჩემს მომავალ გეგმებზე ვფიქრობ ყოველ ღამით რა. ხო ანუ my vision, ხედვა რაც მომავლისკენ მაქვს. არ ვიცი უცნაური არის თუ არა, მაგრამ ყოველ ღამე ასე ხდება. აკურატებული ჩემი მანქანა. ყოველთვის მასე ვფიქრობ ძილის წინაც კი. დიახ, ძალიან გიждდები მანქანაზე და უცნაური აზრი გამოდის კი მანქანაზე ფიქრი. და მაინც აი რას ფიქრობთ ხოლმე თქვენ მანქანაზე? შემდეგ რა შევცვალო, რა გავუკეთო მანქანას, რა უყიდო და ასე შემდეგ. ტექნოლოგიების განვითარებაზე, როგორც ტექნოლოგიები ვითარდება, როგორც აიყვანს კაცობრიობის მომავალს. და რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? ძალიან კაი არის ტექნოლოგიური ვითარდება და ძალიან კარგად განვითარდება და ბევრი ადამიანი დაკარგავს სხულს, მაგრამ კარგი სხული ვითარდება ტექნოლოგიები და შეიძლება ჩაანაცვლოს ბევრი პროფესია მაგაზრს ემხრობით? კი, და ვემხრობი ძალიან კარგი არის ეს. ხვალ რა ჩავიცვა სადმე თუ არ გასასვლელი. ალბათ ყველა გოგოს ფიქრი ეგ იქნება. კიდევ არ რამე კითხვა? აი რაიმე ვთქვათ შეიძლება უცნაური არ იყოს, მაგრამ აკვიატებული ფიქრი ხო არ გაქვთ, რაღაც საკითხი, რაზეც ძალიან ხშირად ფიქრობთ? ეშველება თუ არა საქართველოს ინდოელების ხელში. ზოგჯერ იმაზეც რა ვიცი, წინასწარ თავს ვიგრუზებ, მეთქი სამსახურში ეხლა ეს იქნება გასაკეთებელი, ის იქნება და როცა მოვიდება არაფერი არ ხდება გასაკეთებელი რა. ბევრი რამე არის ასეთი, მაგრამ ყველაზე ხშირად მომავალზე და ნუ სამსახურზე რა თავს უბრალოდ უაზროდ ვიგრუზებ. უცნაური რამ, რაზეც ძილის წინ გეფიქრება ხოლმე? ყველაზე კაი კითხვა არის. ესე თქმულა გურამ დოჩანაშვილთან. ძილის წინ წამიაო და აი იმ წამში ხვდებით მართლა ვინ ვარ და როგორც ვართო. და ყველაფრის შემდეგ, აი დამღრელი დღის შემდეგ ძილის წინ აჯამებ აი ყველაფერს მართლა ისე გეშინია, რაზე ფიქრობ, რა გინდა, როგორ გინდა და ისთვის გინდა. ანუ ამ ძილის წინ წამში, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, მათ შორის თქვენს და ყველა ადამიანს განიხილავს თავის თავს და თავის დღეს და იმას რაც უნდა რომ გააკეთოს და როგორ უნდა რომ გააკეთოს. მე ასე რომ ვთქვათ, ნოდარ დუმბაზეთი მივაგენი საკუთარ თავს და საკუთარ ვინაობას და ნოდარ დუმბაზის ყველა ნაწარმოები ჩემი დაწერილი მგონია ცხოვრებაში, ზოგი რანაირ რეინკარნაციას იძახი, ზოგი რანაირს. მე ნოდარაც მგონია ჩემი თავი, მამა ჩემის, ბაბუა ჩემი. ამასთან მივაგენი ასე რომ ვთქვათ, ეს მგონია და დანარჩენს აწი კიდო თუ რამეს მივაგენი, ბარათაშვილიც მგონია ზოგჯერ. სტალინიც ხანდახან რო გამაბრაზებენ. დანარჩენს აწი ვისაც ვნახავ კიდე და აწი გევიცნობ. ხო არის ასეთი მწერლებიც იქნებიან კიდე, ვინმგენთანაც გავაიგივებ და მე ამ თაიგულით ასე რომ ვთქვათ, გავაგრძელებ ცხოვრებას მარადისობიდან მარადისობამდე. ძილის წინ რა არის ყველაზე უცნაური რამ, რაზეც ფიქრობთ ხოლმე? ვიცი. შეიძლება ვფიქრობ ხოლმე ადამიანების დახოცვაზე რა. დახოცვაზე, ისე იქიმი ვარ ზოგადად. ან ცუდი ადამიანების დახოცვაზეა საუბარი და არა ზოგადად ადამიანებისა. ყველაზე უცნაური ალბათ ეგ არის. ვერ ვფიქრობ მე, არ ვიცი.